როდესაც 11 კილომეტრ სიმაღლეზე მიფრინავთ, თქვენ ევერესტზე მაღლა იმყოფებით. ევერესტი ადგილია, სადაც ჟანგბადის ბალონის გარეშე ვერ ისუნთქებდით და საიდან გვაქვს ჟანგბადის მარაგი თვითმფრინავზე? ამას ახლა გაიგებთ. ზემოთ რომ ავდივართ, სიმაღლის მატებასთან ერთად ჰაერის წნევა იკლებს. ჟანგბადის რაოდენობა ჰაერში კი იგივეა, მაგრამ იმის გამო, რომ წნევა ეცემა, მისი მოლეკულები უფრო გაფანტულია ერთმანეთისგან. დაუშვათ ზღვის დონიდან 7 კილომეტრზე, რასაც ალპინისტები სიყვარულით სიკვდილის ზონას უწოდებენ, ჟანგბადის მოცულობა სამჯერ ნაკლებია. აქ არც მცენარეები ხარობენ და არც ცხოველების უმეტესობას შეუძლია სუნთქვა. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე 3 კილომეტრზე მაღლა ფრენამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, თავბრსხვევით, ასევე ღებინებით, დაღლილობით და ფიქრის უნარის დაქვეითებით. ეს კი სახუმარო არ არის. ჩვენ ადამიანებს სიმაღლეზე სუნთქვა გვიჭირს. თვითმფრინავს კი პირიქით, სიმაღლე უყვართ. ამიტომ ავიამრეწველებმა შექმნეს თვითმფრინავის კაბინა, სადაც წნევა შენარჩუნებულია. დღესდღეობით კომერციული თვითმფრინავების უმეტესობას აქვს დაწნეული კაბინა, რომ კომფორტულად ვისუნთქოთ. წნევა გასაგებია, მაგრამ ამ სიმაღლეზე როგორ წარმოიქმნება ჟანგბადი? თვითმფრინავების ძრავი ჰგავს ერთი მეორეს უკან განლაგებული ვენტილატორების დიდ ნაკრებს. ძრავის შიგნი ჰაერი გადადის ერთი ვენტილატორიდან მეორეზე. ასე იკუმშება და ხურდება, სანამ არ შეერევა საწვავს, რომ აალდეს და შექმნას წევის ძალა. მაგრამ წვამდე შეკუმშული ჰაერის ნაწილს ძრავიდან იღებენ და მიმართავენ თვითმფრინავში. ამას ბლიდეერს უწოდებენ. შეკუმშული ჰაერის ტემპერატურა კი აღწევს 200-250 გრადუსს და კაბინაში მოხვედრამდე რასაკვირველია სჭირდება გაგრილება. ამისათვის ამ ცხელი ჰაერით ფრთებს და საწვავს ათბობენ. შემდეგ უკვე გაგრილებული ჰაერი შედის ჰაერის შემრევში და ბოლოს კაბინაში. ახლა კი იცით მეტი საინტერესო ფაქტების გასაგებად, გამოიწერეთ არხი.